მორგი შეხვედრები გაიმართა ინგლისის თასზე ყველაზე დაძაბული მატჩი მანჩესტერში შედგა, სადაც ადგილობრივი გუნდი ლივერპულს დაუპირისპირდა. შეხვედრა მასპინძლების გამარჯვებით 1-0 დასრულდა. ინგლისის თასის მესამე ეტაპზე მანჩესტერ იუნაიტედმა ლივერპულს უმასპინძლა. შეხვედრის მეორე წუთზე ლივერპულის მცველმა დანიელ აგერმა ბერბატოვის საკუთარ საჯარიმოში წააქცია, რის გამოც მთავარმა არბიტრმა მერსისაიდელთა კარში პენალტი დანიშნა. 11 მეტრიანი ზუსტად რაიან გიგზმა შეასრულა. 32 წუთზე ლივერპულის კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა კერიქთან უხეშობის გამო წითელი ბარათი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. მეორე ნახევრის დასაწყისში მანჩესტერელებს ანგარიშის 2-მდე გაზრდა შეეძლოთ, თუმცა ევანსის დარტყმული მეტოქის ძელს მოხვდა. გოლის გატანის შანსი ჰქონდა ლივერპულს, თუმცა აურელიოს დარტყმული მანჩესტერელთა მეკარემ მოიგერია. საბოლოოდ შეხვედრა მანჩესტერელთა გამარჯვებით 1-0 დასრულდა. მორიგი შეხვედრები გაიმართა პორტუგალიაში. ჩემპიონატის ლიდერი პორტუ მარიტიმოს დაუპირისპირდა. შეხვედრის 37 წუთზე მასპინძლები ულამაზესი დარტყმით გუარინმა დააწინაურა. მეორე ნახევარში პორტუმ შეტევას უმატა და მეორე გოლის გატანა მოახერხა. თავი ბრაზილიელმა ჰალკმა გამოიჩინა. 70 წუთზე სტუმრებმა ანგარიშის შემცირება შეძლეს. გოლი ბაბას ანგარიშზეა. გაშვებული ბურთის შემდეგ პორტუმ მესამე ბურთი გაიტანა. გუარინმა დუბლი ჩაიწერა თავის აქტივში. მატჩის საბოლოო შედეგი 91 წუთზე როდრიგესმა დააფიქსირა. შეხვედრა პორტუს გამარჯვებით 4-1 დასრულდა. კიდევ ერთი მატჩი მოიგო ლისაბონის ბენფიკამ. უნიაო ლეირიასთან გამართულ შეხვედრაში სტუმრები მთელ შეხვედრაში ფლობდნენ უპირატესობას. ბენფიკა 27 წუთზე სავიოლამ დააწინაურა. მეორე ნახევარში გაიტანმა ანგარიში 2-მდე გაზარდა, ხოლო კარდოზომ მატჩში მესამე ბურთი გაიტანა და შეხვედრის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.